წარმოიდგინე, რომ ადიხარ კიბეზე, რომელსაც ბოლო არ აქვს. თუ შენი მიზანი ბოლოში ასვლა, შენ მარცხისთვის ხარ განწირული, მაგრამ თუ შენი მიზანი ყოველი მომდევნო საფეხურის დაძლევაა, შენ თითოეული საფეხურით ახალ სიმაღლეზე ადიხარ. არსებობს სამი რამ, რასაც იდეალური ქცევაც კი ვერ დაამარცხებს. პირველი, დრო. ბიოლოგიური დეგრადაცია ანუ დაბერება გარდაუვალია. შენ მხოლოდ მისი ტემპის მინიმუმამდე დაყვანა შეგიძლია. მეორე, შემთხვევითობა. ნასიმ ტალების თეორიით, სამყაროში ყოველთვის მოხდება ისეთი მოვლენა, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელია, რაც არ უნდა სწორად იცხოვრო. და მესამე, გენეტიკური მოცემულობა. იდეალური ქცევა გაძლევს შენი გენეტიკური პოტენციალის 100%-ს, მაგრამ ის ვერ მოგცემს სხვის პოტენციალს. შენ შეიძლება გააუმჯობესო წყალქვეშ ცუნთქვის შეკავების დრო, მაგრამ იქ სამუდამოდ ვერ გაძლებ და თევზებს ვერ აჯობებ. თუ რა თქმა უნდა, სიცოცხლე არ მოგვეზრებია. ადამიანს ყველაფერი არ შეუძლია, მაგრამ მას შეუძლია იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე წარმოუდგენია. ჩვენი ტრაგედია და სილამაზე სწორედ იმაშია, რომ ჩვენ ვართ სასრული არსებები, რომლებიც უსასრულობისკენ მიუტვიან. ჩვენი სიცოცხლე არის სწორედ სასრული სხეულისა და უსასრულო იდეების ბრძოლა. შედეგი 100% ნიშნავს ჩიხს, ხოლო 99% ნიშნავს სიცოცხლეს და მუდმივ წინსვლას.